ამ მომენტამდე ოპოზიციას ჰქონდა რესურსი, რომ არჩევნები მოიგო. ამ არჩევნებზეც და წინა არჩევნებზეც. რატომ ქონდა დემოკრატიაში რომ ვართ? არა, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ არ გააკეთა ყველაფერს მოეთხოვებოდა. არ ულაპარაკია, გაექცა დებატებს. რეჟიმს გეკითხებით, რა სისტემაში ვცხოვრობთ? თქვენი შეფასება ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ პოლიტიკური ნაბიჯების განსაზღვრის. ეროვნული მართლობის პირობებში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია, შვედეთის სტანდარტით ან შვეიცარიის ასე არ ქონია უბრალოდ არასდროს. ამიტომ გააჩნია სტანდარტსაც ეძახით. ამიტომ მე მგონი ჩვენ არც არ ვიყავით გამორჩეული. მეტად ნაკლად. ეხაც იგივე მდგომარეობის ეროვნულ მართლობაში ვართ, როგორც ვიყავით. ამიტომ არაფერი კარგი არის, მაგრამ ცვლილების შანსი ქონდა. მაგალითად, არ შეიძლება თვითდაზიანება გამოაცხადო ბრძოლად. თვითდაზიანება არის პოლიტიკური სუიციდის მცდელობა. შეიძლება ეს პროტესტის ნიშნად გააკეთო, მაგრამ ბრძოლა ეს ვერ იქნება. და თუ დააკვირდებით, რამდენი ადამიანია მათ შორის აქტივისტი უკმაყოფილო, რომ ჯარიმები გადაიხადეს, შეიზღუდოს ამ შემდეგ და რესურსი არ აქვს, რომ ბრძოლა გააგრძელოთ. მე ბრძოლა არ იყო. მარშები არ იყო ბრძოლა. ალტერნატივას რა? ჯარიმების გადახდა და გასაჩივრება არ იყო ბრძოლა. არა, დაიშალონ უნდა იფიქრონ. აზროვნება უნდა ჩართონ. კედელს თავის დაჯახება არ არის გამოსავალი. და გამოსავალი სად არის? გამოსავალი ლაპარაკის დაწყება. საადი ლაპარაკობს? აი აქ უნდა დასდეს პოლიტიკოსი და მელაპარაკოს. პოლიტიკოსი არ ვამბობთ. მოქალაქეებზე გესაუბრებით, რომლებიც მოქალაქეებს ხონდა ყავდეს ვინმე წარმომადგენელი, ვინმე პოლიტიკოსი. ქუჩაში რომ წარმოადგენს მოქალაქე, რომელსაც ვერ დაინახა პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი წარმომადგენელი. ვინმე სანდონ, ხო ბოლოს ხო მაინც მივა ეს არჩევნებზე. ნუ თუ ერთი პოლიტიკოსი არ მოიძებნა, ვისაც ანდობს საკუთარი პოზიციის გამოხატვას. ჩვენ შორის სანამ დებატები არ შედგება, სანამ საჯაროდ არ მოხდება ჩვენი პოზიციების გარჩევა. ურთიერთბრალდებების მათ შორის თუ არ იქნება ეს გარჩეული, დასაბუთებული, მაშინ ამორჩეული დაინახავს, ვინ არის მართალი, ვინ სწორ რაღაც გამოსავალს თავზობს და ვინ არა. თუნდაც ბოიკოტის ამბავი, ხონდა გარჩეული იყო ერთხელ მაინც რა უკეთესი იყო, არჩევნებზე მისვლა თუ ქუჩაში გამოსვლა. და თუ ქუჩაში გამოსვლა იყო მისვლა, ხო ასე ნამდვილად არ უნდა მისულიყო ხალხი როგორც 4 ოქტომბერს მივიდა. აი სანამ ამორჩეული ვერ მიხვდება, რომ იმ პოლიტიკოს არ უნდა ენდო, რომელიც არ ლაპარაკობს, ვერ ჯდება სადისკუსიო, რომელიც ეუბნება, რომ ხალხო თქვენ ცხრები ხართ, არაფერს არ გეტყვით და მოდით მიტინგზე და იქ გეტყვით გეგმას. სანამ ვერ მიხვდება, რომ ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება და ასეთი პოლიტიკოსის ნდობა არ შეიძლება, არაფერი არ გამოვა. როგორ შეიძლება მაგალითად ბუჭულადისნაირი მოწყობილა აქცია იყოს უკეთესი, რას მეუბნებით? ივანიშვილის სისტემაზე. არა, ეს ხო იყო კლოუნადა. კლოუნადით ვერ დაამარცხება ავტორიტარულ რეჟიმს. ეს ხო მათი პოლიტიკური გზაა. თქვენ რას თავაზობთ? როგორ შეიძლება მას პატივისცემით მოიპორო? როგორ შეიძლება დააფასო თქვა, რომ გმირობა იყო, თავგანწირვა, რომელსაც აზრი არ აქვს, როგორ შეიძლება სწორი იყოს? მე გეუბნებით, რომ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. ადამიანებს ველაპარაკოთ, ტყუილები არ უთხრათ. ვერ დაამარცხებ ოცნებას ტყუილით ხვდებით? ტყუილები უნდა დავასრულოთ პოლიტიკაში და თუ ტყუილებით გინდათ დაელოდოთ, სანამ ბიზნესმენები ბოლომდე დაამთავრეს პოლიტიკას ქვეყანაში, არაფერი არ გამოვა.